გამარჯობა. მოკლედ ბასრი დისკუსიების ბიჭებმა დადეს ძალიან საინტერესო ვიდეო ახლა ხანს, რომელიც ეძღვნებოდა 10 საუკეთესო დანა, რომელიც შეიძლება რომ გქონდეს კოლექციაში. პირველ რიგში მივესალმები ბიჭებს, მიხაილ გიორგი ბატონებო, სალამი აქედან. მეორე რიგში კი მინდა რომ შემოგთავაზოთ ჩემი სია, რომელიც მგონია რომ შედარებით უფრო განსხვავებული იქნება და ეხლა აგიხსნით რატომ. პირველ რიგში იმიტომ რომ მინდა გადმოვიხედო იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელიც ეხლა აბიჯებს ჩვენს სამყაროში და უნდა დანები შეაგროვოს, მაგრამ ჯერჯერობით არ იცის, ასე ვთქვათ, რას მიაქციოს ყურადღება, რაზე გააკეთოს ფოკუსი და პლუს ამას უფრთხილდება საკუთარ ხარჯებს და არ უნდა დაეტაკოს პირდაპირ რაღაცა $700-800 დანებს. აქედან გამომდინარე, ამ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ 10 ბრენდი, რომელიც მიმაჩნია, რომ ყველა კოლექციაში უნდა იყოს, მით უმეტეს თუ კი კოლექციის კეთებას იწყებ, ეს 10 ბრენდი არის ის ბაზა, რომელზეც მე უნდა დააშენო მთელი შენი კოლექცია. ჩემს მიერ შემოთავაზებულ ბრენდებს ახასიათებს ეგეთი რაღაცა, რომ ყველას აქვს შედარებით ბიუჯეტური ხაზი, ყველა არის ხელმისაწვდომი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ $150 ქვემოთაა მათი მოდელები და თანაც წარმოადგენს ისტორიის ნაწილს. ოღონდ ისტორიის ნაწილს არა მარტო ჩემთვის, როგორც შემგროვებლისთვის, არამედ ზოგადად დანების ინდუსტრიისთვის და ზოგადად ბაზრისთვის. ასე რომ, გთავაზობთ 10 ბრენდი, რომელიც უნდა გქონდეს კოლექციაში აუცილებლად, ჩემი აზრით. პირველი ეს არის ლეგენდარული ვიქტორინოქსი, რომელიც ამ სიაში ყველაზე ძველია, ერთ-ერთი პირველია ზოგადად, რომელმაც ესე სერიული წარმოებით გაითქვა სახელი არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბრენდი შეიქმნა შვეიცარიაში 1894 წელს დაარსა კარლ ელსნერმა და ვთვლი რომ ბავშვობიდან მოყოლებული უკვე შეიძლება რომ ამ დანაზე კონდეს შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დანა და რა თქმა უნდა აუცილებლად საპატიო ადგილს უნდა იკავებდეს თქვენს კოლექციაში. მეორე არის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დანების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც ქვია Ontario Knives Company და მათი ლეგენდარული მოდელი Ontario Red, ორი მაქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ ერთიც არაფრით ჩამოუვარდება, უბრალოდ დიდი ზომისაა ამასთან შედარებით. ლეგენდარული იმიტომ არის, რომ ეს არის პირველი კემპინგ დანა, რომელიც ვთვლი რომ ადამიანს ზოგადად უნდა კონდეს. მით უმეტეს დამწყებს, რომელსაც კემპინგთანაც და დანებთანაც თანაბარწილად ახალი, ასე ვთქვათ, დაწყებული აქვს ურთიერთობა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, გაყიდვადი, პოპულარული დანა, რომელიც წლების განმავლობაში უცვლელად რჩება დანის მოყვარულების ერთ-ერთ ფავორიტად. ამიტომაც მინდა რომ ჩვენს კოლექციაში და ჩემს კოლექციაში საამაყოდ იკავებს ადგილს, თქვენს კოლექციაშიც გქონდეს მას ადგილი დათმობილი. მესამე არის ევროპის სიამაყე, საფრანგეთის სიამაყე უпростоრად, ლეგენდა ოპინელი, რომელიც 1890 წელს შეიქმნა სოფელ სავოიში, საფრანგეთში, შექმნა ჯოზეფ ოპინელმა და ითვლება ჯიბის დანის, ასე ვთქვათ, პირველ ყოფილ ეტალონად. ამ დანაზე ბევრს არ გავაგზავნებ, ვიდეოც მაქვს ამასთან დაკავშირებით, ამ ბრენდის ისტორიაზე ჩაწერილი და შეგიძლიათ ჩემს შორთებში ნახოთ. მაგრამ ისეთია რა, ესეც არის დანა, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ კოლექციაში. შემდეგ დანას აქვს ძალიან საინტერესო ისტორია. ეს არის ოკაპი. ეს ბრენდი შეიქმნა 1902 წელს გერმანიაში, ზოლინგენში დაარსეს ძმებმა კლაასებმა და მისი საინტერესოება იმაში მდგომარეობს, რომ ეს დანა უფრო ასოცირდება აფრიკასთან. Made in South Africa აწერია უკვე ამ მოდელებს, რაც ახლა ხელში მიჭირავს, თუმცა პირველადი მოდელებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, ზუსტად იგივენაირად გამოიყურება. და მისი ხელმისაწვდომობიდან, გამძლეობიდან გამომდინარე, ზუსტად მაგიტომ გახდა ზოგადად აფრიკაში ძალიან პოპულარული და აფრიკამაც თავის სავიზიტო ბარათად აქცია. იაფია, ძალიან იაფია, დაახლოებით $20-30 ღირს ახალი მოდელები, სხვათა შორის Cold Steel-მა გამოუშვა, კუდუ სერია ქვია, არის ორნაირი, ერთი არის უბრალოდ slip joint-ი და მეორე აი ესე რგოლიანი ჩამკეტით. ვთვლი რომ ესეც დანების სამყაროს ისტორიის ნაწილია, რომელიც აუცილებლად იმსახურებს იმას, რომ კოლექციებში არსებობდეს.
შემდეგი ბრენდი არის ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარული, გაყიდვადი, ხელმისაწვდომი ამერიკული კომპანია Gerber-ი. ბრენდი 1929 წელს დაარსა ჯოზეფ გერბერმა პორტლენდში, ამერიკაში და დღემდე ერთ-ერთი მოთხოვნადი, გაყიდვადი და პოპულარული ბრენდია არა მარტო ჩვენთან, როგორც ახსენე, არამედ მთელს მსოფლიოში. გამოირჩევა თავისი საკმაოდ სასიამოვნო დიზაინებით. ვერ ვიტყვი რომ პრემიუმ მატერიალებით არის დამზადებული, ან რაღაცა საოცრად გამძლეა და ასე შემდეგ, თუმცა ყოველდღიური ხმარებისთვის, ყოველდღიურ დანებად ბევრი მოდელი აქვს ისეთი, რომელიც შეიძლება რომ გამოიყენო. საკოლექციოდაც იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მასშტაბურ ბრენდზე ვსაუბრობთ, მგონია რომ კოლექციაში იმსახურებს საკუთარ ადგილს. შემდეგი ბრენდი არის ლეგენდარული ბაკი, თავისი ნომერი 110 მოდელით წარმოდგენილი. ეს არის, არ ვიცი, არც კი ვიცი რა ვთქვა. ვთვლი რომ ზოგადად როცა საუბრობ old school ჯიბის დანაზე, დანებზე რომელიც ბაბუებს ჰქონდათ, დანებზე რომელიც მამებს აქვთ, აუცილებლად ეს წარმოგვიდგება თვალწინ. მონაწილეობა მიუღია უმრავ ფილმში, ვიდეოში, კლიპშიც კი და ითვლება ჯიბის დანების ერთპიროვნულ ლეგენდად. ხო, ჯიბის დანების ლეგენდად. ამიტომაც ვთვლი რომ აუცილებელია. ეს ხვებზე შეიძლება თავი შეიკავო, მაგრამ აი ეს მართლა აუცილებელია რომ კოლექციაში ყველას გქონდეს. ჩვენი შემდეგი ბრენდიც ამერიკულია. 1974 წელსაა დაბადებული პორტლენდში, აშშ-ში. დაარსა პიტერ კერშოუმ და ესეც არის ზუსტად იმისი გამოხატულება, რითაც დავიწყე საუბარი, რომ არსებობენ ბრენდები, რომლებიც მუდმივად ინარჩუნებენ ხარისხს, მუდმივად არიან მოთხოვნადი და პლუს ამას ყოველთვის არიან ხელმისაწვდომი. ეს არის ხელმისაწვდომ დანათაგან, ხელმისაწვდომ ბრენდთაგან ერთ-ერთი, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს ხარისხს, თან საკმაოდ კარგ ხარისხს. იმის და მიუხედავად რომ გაყოფილი აქვს წარმოება და ნაწილი აი ესეც მაგალითად ჩინეთშია დამზადებული, არაფრით ჩამოუვარდება ამერიკულ ქარხანაში ნაწარმოებ პროდუქტს. ამიტომაც ვთვლი რომ ისეთი ლეგენდარული ბრენდი როგორიც არის კერშოუ აუცილებლად უნდა იყოს თქვენს კოლექციაში. შემდეგი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ბრენდი, რომელმაც სრულიად შეცვალა დანის წარმოება, სრულიად შეცვალა ამინდი ბაზარზე, Spyderco, რომელიც დაარსდა ქალაქ გოლდენში, კოლორადოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაარსა სელ გლესერმა 1978 წელს და დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, პოპულარულ და გაყიდვად ბრენდად მსოფლიოში. Spyderco იმის და მიუხედავად რომ რაღაცა ჩვენი ქართული გადმოსახედიდან საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მათაც აქვთ გარკვეულწილად რაღაცა შედარებით ნორმალურ ფასიანი მოდელები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება პრემიუმ ხაზის დანებს. ამიტომაც ვთვლი რომ Spyderco-ც აუცილებელია რომ არსებობდეს კოლექციებში. ვინც შემოიდევებს უყურებთ, ალბათ გესოდენებათ, რომ მე და Cold Steel-ს ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი და გამორიცხულია ეს სიაც არ ჩაივლიდა Cold Steel-ის გარეშე. ამიტომაც პირდაპირ გეუბნებით, რომ Cold Steel-ი არის ის ბრენდი, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს თითოეული დანის მოყვარულის კოლექციაში. ბრენდი შეიქმნა 1980 წელს დაარსა ლინ თომპსონმა და დღემდე ინარჩუნებს ხარისხს, დღემდე ინარჩუნებს სახელს და არის გიგანტი, არის ლეგენდა და არის დანა, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს. უпростоრად ბრენდი, რომლის დანაც აუცილებლად უნდა გქონდეს. და მეათე პოზიციაზე მინდა გავიყვანო არა ბრენდი, არამედ მიმართულება, რომელიც აი წაღან ახსენებმა გიორგიმ და მიხეილმაც ახსენეს, რომ აუცილებელია რომ კოლექციაში იკავებდეს ადგილს ხელნაკეთი დანები. სასურველია თუ ეს იქნება ქართველი მწარმოებლების გაკეთებული ხელნაკეთი დანები, თუმცა ამ ეტაპზე მე არ მაქვს კოლექციაში არც ერთი ქართული დანა. ეს დანაც სრულიად შემთხვევით ვიყიდე ბუდაპეშტში ერთ-ერთ ქუჩაზე გადავაწყდი სამჭედლო მაღაზიას, სადაც ერთი მოხუცი უნგრელი კაცი იჯდა და თავისთვის ბურჭულაობდა რაღაცებს აკეთებდა და საკმაოდ ნორმალურ ფასად შევიძინე აი ეს ხელნაკეთი დასაკეცი დანა, რომელიც
არაფრით გამორჩეული არა, ანუ ამაზე ბევრად კარგი სერიული წარმოების დანებიც მაქვს და მქონია. თუმცა სხვანაირი სული დევს, აი ის სული დევს, რა სული და გულიც მჭედელს აქვს ჩადებული მისი თითოეული დეტალის დამუშავებაში. როგორც გავიგე, შვილი ეხმარებოდა გოგოს სხვათა შორის, რომელიც გაპრიალებაზე ყავდა და დანარჩენს ყველაფერს თვითონ აკეთებდა და აი ამ ორ კაციან სახელოსნოში შევიძინა ეს დანა და სხვანაირი სენტიმენტები მაქვს მასთან დაკავშირებით და ზოგადად ხელნაკეთ ნივთებთან დაკავშირებული სენტიმენტები ცოტა სხვა ხოლმე რა. ამიტომაც მიმაჩნია რომ კოლექციაში აუცილებლად უნდა იყოს რამე ხელნაკეთი. ნუ ეს დასაკეცია, კიდე მაქვს რამდენიმე ფიქსირებული დანა, ესევე ხელნაკეთი, თუმცა ამ ეტაპზე აქ შევჩერდები. დანარჩენს რაც შეეხება კიდევ არის უამრავი ბრენდი, თუნდაც ხელმისაწვდომი ბრენდი, რომელიც ამ სიაში შეიძლება დამოხვედრილი იყო CRKT, მაგალითად, SOGI ან რაღაცა რა. მაგრამ არ და ვერ მოვახვედრე, იმიტომ რომ მაინც მგონია რომ ესენი არის ის ბრენდები, რომელიც აუცილებელია. დანარჩენი არის რომ სასურველია გქონდეს რა. ერთადერთი აუცილებლებში კიდევ მოვახვედრებდი Benchmade-ს, თუმცა მე თვითონ არ მაქვს სამწუხაროდ და ვერც მაღაზია ვარ რომ გაჩვენოთ რას და როგორ მოვახვედრებდი. ნუ აი Benchmade-ს მოვახვედრებდი და არ ვისაუბრებ უფრო პრემიუმ ბრენდებზე, რომელზეც მე შეიძლება ცალკე ვიდეოს ჩაწერა, სადაც ძალიან თავისუფლად შეიძლება მოხდეს პროტექი, მაიკროტექი, ჩავესი და ასე შემდეგ. მოკლედ, დასაწყის რომ დაუბრუნდე, თუ კი ვინმე ფიქრობთ იმას, რომ დანის შეგროვების დაწყებისთვის კარგი დროა, გამიხარდება თუ აი ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, სასიამოვნო იქნება ის, თუ თქვენი კოლექცია რაცა ღირებული იქნება და ღირებული არა მარტო ფასებით, არამედ აი იმ ისტორიებით, რასაც თითოეული ბრენდი ატარებს და მოიცავს. და რა ვიცი, არ გამოვიყენოთ ცუდში არაფერში დანები და გქონდეს რამდენიც გვინდა. თავარია რომ კარგად ვიყოთ, გემრიელად ვიყოთ და არ გვაჯარიმონ ისეთ სისულელეებზე, როგორიც არის 4 სანტიმეტრზე გრძელი პირი. მადლობა.